საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ეს დღეები არის. ჩემი აუდიტორიაც მეკითხებოდა და ზოგადად მოვლენები ირანში ვითარდებოდა. მე ვთქვი, რომ ზედაპირულად ამ თემაზე ლაპარაკი არ ღირს, იმიტომ რომ საქმე არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან ესე რომ ვთქვათ, ბევრი რამის მომცვლელი არის, რამაც ჩვენ ქვეყანაში შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს და მინდა დეტალურად გესაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომ ზედაპირულად არ ღირდა უბრალოდ ამ თემაზე საუბარი, ამიტომ ვიკავებდი თავს. ახლა მე-13 დღე არის, რაც ირანში არის, ეს ნელ-ნელა ეს ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციის მცდელობა, ან კონტრრევოლუციის მცდელობა 69 წლის შემდეგ და ახლა ზოგიერთისთვის შეიძლება რაღაც ახალი იყოს ეს და ახალს ელოდებოდეს, მაგრამ არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. ასეთი მცდელობები ირანში არაერთხელ იყო და სხვადასხვა მასშტაბებით. ახლა უბრალოდ თანდათან ეს ყველაფერი მასშტაბებს იძენს და აქ არის პასუხი ერთი ძალიან მარტივი. ირანის რეჟიმი, რომელიც არსებობს, აიათოლების რეჟიმი, მთელ მსოფლიოში, საერთოდ მთელ მსოფლიოში, იგივე მუსულმანურ სამყაროში არის ერთადერთი და არანაირად ის არ გავს სხვა თუნდაც მუსულმანური ქვეყნის მმართველობას. ამიტომ ირანს როგორც სახელმწიფოს უამრავი მტერი ყავს, ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, თავისი ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე, ეთნიკურად ჭრელი არის და თავისი ეთნიკური საკითხიდან გამომდინარე, თავისი სატრანზიტო მდებარეობიდან გამომდინარე, თავისი რელიგიური საკითხიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არის ერთადერთი შიიტური სახელმწიფო მთელ მუსულმანურ სამყაროში, სხვა შიიტური სახელმწიფო არ არის. იყო ყველაზე ახლოს სირია, რომელსაც ალავიტები მართავდნენ, ახლოს შედარებით იემენში არის ჰუსიტების რეჟიმი ახლოს და ჰესბოლა ესენი, მაგრამ ესენი არ არიან ეს სრულყოფილი ისლამური სახელმწიფოები. ეს არის ისლამური სახელმწიფო. ამიტომაც ქვია ამ სახელმწიფოს მცველებს ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი. და ყავთ სულიერი ლიდერი. ახლა როგორი მმართველობაა შიგნით, ეს კიდე ცალკე საკითხია. რას ითვალისწინებს ეს და როგორი მოწყობილი არის თვითონ სახელმწიფო მართვის სისტემა, უსაფრთხოების სისტემა, ეკონომიკური სისტემა. მე უბრალოდ მინდა იმის თქმა, რომ როგორც ასეთი ირანს ანალოგია არ გააჩნია. არის უმდიდრესი ქვეყანა, არის უძველესი ქვეყანა, უზარმაზარი ისტორიით, უზარმაზარი გამოცდილებით, როგორც იმპერიობის პერიოდში, ასევე კოლონიალობის პერიოდში, ასევე ლიბერალიზმის ეპოქის პერიოდში და ახლა არის ესეთი რეჟიმი ამ ქვეყანაში. ამიტომ ეს არ არის რომელიღაცა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო, რომელიც ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოც როგორც დომინოს ფიგურები ერთი მეორის მეყოლებით მიყვნენ იგივე არაბული გაზაფხულის დროს თუ ფერადი რევოლუციების დროს. ამიტომ ირანი სულ სხვა ფენომენი არის ისლამურ სამყაროში და ამიტომ ირანის მიმართებაში არის უამრავი მტერი, როგორც მუსულმანი, ისე არამუსულმანი, ისე ეს ლიბერალური, ისე რა ვიცი, დემოკრატიული თუ ასე შემდეგ. ამიტომ ირანის წაქცევა ბევრს უნდა. ირანის დასუსტება ბევრს უნდა. ირანის რესურსები ბევრს უნდა. ირანული როგორ გითხრათ, იცით, ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ, თავიანთ მოსახლეობად ჩათვლა და მიერთება ბევრს უნდა.
ამიტომ აქ მთელი სპექტრი არის იმისი, თუ რატო აწყობს ძალიან ბევრ ქვეყანას ირანის როგორც ასეთი როგორც კონკურენტის, როგორც მოწინააღმდეგის და თურქეთი. ის ერთ-ერთი კიდევ უძველესი ისტორიული მტერი ოსმალეთის და ირანის იმპერიის საუკუნოვანი ომები. ასე რომ ირანს უამრავი მტერი ყავს, მაგრამ აქ ირანს საიმისო გამოცდილება, საიმისო რესურსები, რომ საკუთარი თავის დაიცვას და ის რევოლუციური ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში არის, ერთი დღე არ ქონიათ იმათ 7 სანქციებში ცხოვრობს და სანქციებში ახდენს მისი ქვეყნის და მისი ერის განვითარებას. მაგრამ ჯერჯერობით დგას ფეხზე. ამიტომ ესეც ჩვეულებრივი მოვლენა არის ამ რეჟიმის დამხობის. როგორც საქართველოში ხდება პრიმიტივიზმის დონეზე, იდიოტიზმის დონეზე, ყოველთვის ხდება, რომ იქ ვიღაცა მადუროს დაიჭერენ და აქ ვიღაცა ტირის დამოთქვამს, დიქტატორი დაიჭერს და სიხარულის ცრემლები მოდის, განსაკუთრებით ეს ქალები განსაკუთრებით ჩამდგარი არიან. აი ამ ბავში რომ თურმე აიათოლების საზიზღარი რეჟიმი, რომელიც ჰიჯაბის გულისთვის გოგოებს კლავს და მთელი ქალთა უფლებები არის. საერთოდ ეს იმიჯი არის შექმნილი, იმიტომ რომ სოროსელების საერთოდ აზროვნება და იდეოლოგია და სიდამპლე ყოველთვის მაგათი იდეა დგას მდედრზე, ქალზე დგას საერთოდ და მათი მიზანი არის, სოროსელების მთავარი სამიზნე არის საერთოდ ქვეყანაში ქალის გარყვნა და გადაგვარება. იმიტომ რომ ბუნებრივად ასე არის და ძალიან ძლიერი ელემენტი არის, იმიტომ რომ თუ ქალი გაირყუნება ოჯახში, ჩათვალეთ, რომ ის გარყვნილშვილს გაზრდის და ქმარსაც გარყვნილს და ყველაფერს არეულ-დარეულად მოახდენს და საერთოდ ქალებით манипуляცია ძალიან მარტივი რაღაც არის, იმიტომ რომ ამდენი ლაპარაკია ქალთა უფლებებზე, ვითომ ქალებზე ზრუნვაზე, ვითომ რამე და ეს ამათი მახასიათებელი არის, ამიტომ ახალი გმირი ყავს მსოფლიოს, ვიღაც ახალგაზრდა გოგჩო, რომელიც, რა ვიცი, ამას მონობის და ტყვეობის არაფერი არ ეტყობა, რომელიც აიათოლას სურათით უკიდებს სიგარეტს და აი თურმე ირანში თავისუფალი ქალები არიან და თურმე აი პროტესტი ყველაფერი განთავისუფლებისთვის, ადრე ჰიჯაბზე იყო ლაპარაკი, თურმე ჰიჯაბია, იქეთ და არასდროს არ იდგა სიმართლე გითხრათ ეს პრობლემა ირანში. აი ყოველ შემთხვევაში რა, ირანში რო აქვს სიმართლე გითხრათ ქალებს უფლებები, არც ერთ ისლამურ ქვეყანაში იმდენი უფლებები ქალებს არ აქვს. თურქეთია, იქაც კი არ არის. ირანის რამოდენიმე მინისტრი ქალია. პარლამენტზე არა მაქვს საუბარი. მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ტრანსპორტის მინისტრი ქალი არის. ქალები იკავებენ უზარმაზარ თანამდებობებს, პოლიციის უფროსები არიან და უამრავი სხვა რამე. ამიტომ ეს პრობლემები ყველაფერი იყო ხელოვნურად შექმნილი და დაბალი დონის აი ჩვენ ძუნკალა ქალებზე მოხვევა იმის, რომ ბაია პატარა იაჭირდება ახლა ირანს და ქალთა უფლებების გათავისუფლება და აი შექმნეს ახლა ეს ახალი გმირი ქალი. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს მოვლენები დამთავრდება, თუ ამ ქვეყნიდან ვერ გაასწრო, ამას უეჭველი ჩამოგიდებენ იქ, სადაც ჩამოსაგიდებელია. ამ თავისი ქცევის გამო. გარდაუვალად მოხდება ეს ამბავი, არავის არ აპატიებენ ამ ყველაფერს. ეხლა რეალურად რა ხდება? რეალური მოვლენები რა არის? რეალური მოვლენა ირანში არის ის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ყველა კარგად ხედავს, რომ ისრაელის თამადობით დასავლეთის სამყაროს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი რამენაირად შეცვალონ, გადაიყვანონ იმ კურსიდან, რა კურსზეც არის, იმ მმართველობიდან, მოუყვანონ ის მათთვის ლოიალური რეჟიმი, როგორც იყო შაჰის დროს 1979 წელს და ირანის სიმდიდრეები მიიტაცოს ბრიტიშ პეტროლიუმმა, შევრონმა, ისრაელმა და ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა. და აქ ყველაფრის მთავარი საფუძველი არის, რომ დემოკრატია არა ირანში თურმე. და გადაიყვანონ ირანი თავიანთ ბანაკში. აქ არის მთავარი პრობლემა არის ეს.
იმით რომ ირანში ვინმე შეიჭრეს შეიარაღებული ძალებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ირანი არ არის ერაყი. არ არის ეს არც გეოგრაფიული სივრცით ერაყის ხელა, მით უმეტეს არ არის ირანი განლაგება ესეთი გეოგრაფიული მდებარეობის, არის ძალიან მთაგორიანი ქვეყანა, ძალიან ძლიერად მთაგორიანი ქვეყანა არის. ამიტომ ირანში შეჭრა ყველას დაუჯდება ძალიან ძვირი. ქვეითის ოპერაცია, რაც ჩაატარეს ერაყში. არ იმუშავებს ირანში ასევე იგივე ავღანური სტანდარტი, თუნდაც რაც განახორციელეს თალიბების წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში ჩასრულები გამოიქცენა ავღანეთიდან. არ იმუშავებს, იმიტომ რომ ამ ყველაფერს დიდი ლოგისტიკა ჭირდება, დიდი მომარაგება ჭირდება და ესე შემდეგ. მის გარდა ახლა რაც ის მსხვერპლს გამოიწვევს და ესე შემდეგ ეს ცალკე საკითხია. საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი ასევე ძალიან შეიარაღებული და თავისი სამხედრო წარმოების ქვეყანა არის და ჰიპერბგერითი რაკეტების ქვეყანა არის, მე მგონი ყველაზე მეტმა გამოყრუებულმა, რა ქვია, უკნიდან განათლებულმა ძალიან კარგად გაიგო ირან-ისრაელის დაპირისპირების დროს, რომ დაჟანგული, ჩამორჩენილი, ჩაბნელებული ირანი ბომბავდა ახალის შტაბს და ჰიპერბგერითი რაკეტების წინააღმდეგ ამათი ნაქები რკინის გუმბათი არაფერი არ იყო, რომ არ ყოფილიყო დროზე მიშველება ამერიკული თადის ანტისარაკეტო სისტემების, რომლებითაც მეტნაკლებად მოხდა რაღაც ნაწილის გადაჭერა. და ისიც არ იყო მიმართული ბოლომდე ისრაელის გასანადგურებლად. ზღაპარი იმის შესახებ, რომ ებრაელების მტერი არის ირანი, ეს არის აბსოლუტურად ტოტალური ტყუილი. სრულიად ტყუილი არის, იმიტომ რომ 26 საუკუნეო რო იძახით, იმაში რა ქვია, ებრაელები საქართველოში ცხოვრობდა, ძმობდა და ასე შემდეგ და 30 საუკუნეა ირანში ცხოვრობენ ებრაელები. უპრობლემოდ. აქვს თავისი სალოცავები, აქვს თავისი ბიზნესი, ძალიან წარმატებულებიც არიან, თავის წარმომადგენლებიც აყავთ პარლამენტში და ასე შემდეგ. ხო, ისე ცნობისთვის რა. ხო, და შახის რეჟიმი იყო ისრაელის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირე. დღეში ალბათ ერთი 5-6 რეისი დაფრინავდა თეირანი თელ-ავივის მიმართულებით. და ერთ-ერთი სიამტკბილობის მეტი არ ჰქონდათ არაფერი ისრაელს, როდესაც მთელი არაბული სამყარო ეომებოდა ირანული ნავთობით იკვებებოდა ისრაელი. ეს ისე ცნობისთვის. ხო, როდესაც შახმა გაყიდა ყველაფერი ირანში და გადაცა კოლონიზატორებს, ბრიტანელებს, ამერიკელებს ირანის სიმდიდრები, რაც ჩვენში უყვართ საკუთარი ქვეყანა რო გაყიდო და ეს სიამაყეა და ინვესტიცია არის, რაც გააკეთა ეს ირანში და როგორც გაუგო თავისი ქვეყანა, აი ეს ყოფილა პრობლემა, აი დღეს ესე გაჩვენოთ, აი რაზეც მოთქვამე, აი ეს ყოფილა პრობლემა, თურმე 70-იან წლებში ირანელი ქალი ბაყვებ გადმოყრილი დადიოდა თურმე და დაგულაობდა ქუჩაში და ახლა ასე დადის თურმე და რა საშინელი რეჟიმია თურმე ირანში და ეს ყოფილა თურმე ეს ტრუსიკით რო იაროს ქალმა ირანში თურმე ეს გამხდარა პრობლემა და ყველგან ამას ატრიალებენ საერთოდ. სინამდვილეში აქ იყო სხვა პრობლემა. აქ იყო ის რაც საქართველოში გააკეთეს, ანუ მიტაცება ირანის ეროვნული სიმდიდრეების ირანის მოსახლეობის გარყმა, გადაგვარება, გადაჯიშება, ლიბერასტულ პიდარასტული უფლებების შემოღება, კაცი-კაცია და ქალი-ქალია და ქალი-კაცია და კაცი-ქალია ესეთი ცდელობა და ირანის ასე რომ ვთქვა, ტრადიციული კონსერვატიული ძალების ესა რა ქვია, წარმომადგენლები რომლებიც სხვათაშორის ევროპაში იმყოფებოდა და საფრანგეთში იმყოფებოდა თვითონ ხომეინი, აიათოლა, კარგად შეისწავლა ყველაფერი, დაბრუნდა ირანში, მოახდინა რევოლუცია, მიექვსთან თანამშრომლობდა სხვათაშორის, გამოიყენა თავისი ერის და თავისი ქვეყნის სასარგებლოდ, მოახდინა გადატრიალება და შექმნა ის რეჟიმი, რომელიც შექმნა. ხო. ამიტომ ნიფხავ წამოწეული ქალები ივლიან თუ არ ივლიან, ეს არავის არ აინტერესებს იქ.
და მაშინ მოყვა ამას მერე უკვე ირანის ქონების ნაციონალიზაცია, ირანში სერიოზული რეფორმების გატარება, რომელი რეფორმების მიხედვითაც მოხდა ის, რომ განათლება გახდა უფასო და ირანმა მიაღწია უდიდეს წარმატებებს სხვა შორის ტექნოლოგიების სფეროში, წარმოებაში. 2009 წელს იყო საერთოდ ათეულში იყო ნანოტექნოლოგიების წარმოებაში და მე ამას ყველაფერს ხელი უნდა შეუშალონ ყველანაირი კუთხით, ამიტომ ირანის მიმართ ჩაერთო სანქციები, ირანის მიმართ ჩაერთო ისა რა ქვია დემონიზირებული რეჟიმი, ყველანაირად რომ შეეჩერებიათ ირანის განვითარება. თორე ირანმა ყველა მუსულმანურ ქვეყნებში, აბსოლუტურად რაც მუსულმანური ქვეყნებიც არის, ყველას გაუსწრო თავისი იმ გზით, რომელი გზითაც აიათოლების რეჟიმმა წაიყვანა ირანი. ყველაზე მეტი პროგრესული გახდა როგორც ადამიანის უფლებებში, დიახ, ასე არის, ისე ცნობისთვის მე ხა დებილებზე არ ვლაპარაკო, ნორმალური ადამიანს ვისაც აინტერესებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუნდაც დღევანდელ იმაში რა ქვია საუდის არაბეთში, რომელიც ამერიკის მოკავშირე არის, ქალთა უფლებები ცხოველებთან ახალგათანაბრებულია და კუჭაში ხვლით აჭრიან თავს, რო იცოდეთ ის. რა პარლამენტი, რის მინისტრი, რა განათლება ქალებს და რა ის სისულელე. იქ მარტო შეიხებისთვის და იმათი ცოლებისთვის და იმათთვის ასხონაირად სამყარო აწყობი. ამიტომ ირანის ეს განვითარება რო ყოფილიყო შეჩერებული, თავიდანვე დაიწყეს არ მისცა რა თქმა უნდა წვრილი არ შეაყოფია ეგრეთ წოდებულ დასავლურ კაპიტალს თავიანთ ქვეყანაში, თავის დასაზიანოთ და ცხოვრობს ეს ქვეყანა ისე როგორც ცხოვრობს თავისი არჩეული გზით და ეს არჩეული გზა არის სერიოზული პრობლემა. სერიოზული პრობლემა აბსოლუტურად ყველა მისი მტრისთვის. თორე მისი მოსახლეობისთვის გადახედეთ შობადობის ზრდას, გადახედეთ ეკონომიკურ წინსვლებს, ტექნოლოგიურ წინსვლებს და ასე შემდეგ. ახლა როდესაც მთელი მსოფლიო შემოგესევა და სანქციებს დაგიწესებს და ამერიკის მტრობა რო იოლი საქმე არა, რა თქმა უნდა ლაპარაკი მაგას. რა თქმა უნდა, სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნა ირანს ბოლო დროს. აი ძალიან დიდი ბოდიში რა, ყველასთან აი ეს ვიღაცა უშიშროების ტროლბოტი ეთყობა, ძალიან გულზე ხვდება, ეს დიდი ხანი აქ დაძრება ეთყობა თვითონ ირანზე რო ვლაპარაკობ, ეთყობა ებრაელია, ანუ რა ვიცი, ამით ჯიშისა, სიონისტების ჯიშისა და არის სვენებს ახლა ხელი შეშლა უნდა და ამიტომ მინდა დავბლოკო ირაკლით საგურია, ისე შენი დედა შევეც, შენ არც ირაკლი იყო და არც საგურია იყო. ხო და ახლა ახვი აქედან და ყველანაირ შენაირ დედამოტყუნებს გადაეცი, რომ ვერც აქანე ვერაფერს მიზამთ და ვერც მაქანე როც ჩამოვალთ. მორჩა და დამთავრდა. ახვი ახლა აქედან. ძალიან ნორმალურ ხალხთან საუბარი. და მიდის ამ ყველაფრის ასე რომ ვთქვათ მცდელობა, რომ რამენაირად მოხდეს ისევ ეს კონტრრევოლუცია, ეს რეჟიმი ჩამოიქცეს, რომელი რეჟიმიც არ არის დასავლეთის შნირი და მონა და არ არის ისრაელს და დასავლეთის ფეხქვეშ გაგებული და იქნას მის ადგილას შექმნილი თავიანთი მორჩილი კოლონია. ხო, აქედან მოდის ყველაფერი. აქედან მოდის ყველაფერი და მე მინდა ახლა გაჩვენოთ თქვენ ელემენტარული რამ. ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ რატომ არის განსაკუთრებით ირანის, ასე რომ ვთქვათ, ხელში ჩაგდება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის რუკა, რომელი რუკაც ალბათ ყველაზე მეტი უკეთესად განსაზღვრავს და აჩვენებს თუ ირანს რა ფუნქცია მოვალეობრივი დანიშნულება გააჩნია როგორც სატრანსპორტო სახელმწიფოს. ეს არის საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო, სახმელეთო საავტომობილო გზები. ირანი არის ერთ-ერთი ყველაზე, ასე რომ ვთქვათ, საკვანძო სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც გადის ჩინური
პროექტის ერთი სარტყელი, ერთი გზის ძირითადი არტერიები აღმოსავლეთიდან დასავლეთის და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებაზე, რომელიც განსაკუთრებულად აქტიური გახდა უკრაინაში ომის შემდეგ, ჩრდილოეთის სამხრეთის მარშრუტები რუსეთიდან, ირანზე და ირანიდან შემდეგ ინდოეთზე დამაკავშირებელი გზები. ანუ როგორც ჩრდილოეთის სამხრეთის, ასე აღმოსავლეთი დასავლეთის დამაკავშირებელი სასიცოცხლო არტერია არის ირანი, რომელიც ახლა განსაკუთრებით მტკიცდება და განსაკუთრებით ენიჭება ახლა ფუნქცია მოვალეობა. ამიტომ თუ კი ირანს გააკონტროლებენ უკნიდან განათლებულები, ჩათვალეთ, რომ რუსეთს და ჩინეთს მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებენ საიმისოდ, რომ მათი კავშირი ირანთან, რომელიც ძალიან ახლო არის, ფეხქვეშ გამოუგდონ მაქსიმალურად და ეს პრაქტიკულად ჩათვალეთ, რომ რუსეთის ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივის განვითარებას საერთოდ მოკლავს, იმიტომ რომ რუსეთი როგორც დასავლეთის მხარეზე არის სრულიად იზოლირებული ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთის მიმართულებაზე დარჩება იზოლირებული საერთოდ. ასევე ჩინეთი, რომელიც არის დღევანდელი სამყაროს ეკონომიკის ღერძი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გეგმები მსოფლიო დონეზე და განსაკუთრებით ევრაზიაში და ეს მათი რეგიონი არის, ასე რომ ვთქვათ, ინტერესების რეგიონი არის. მისი სატრანსპორტო, სარკინიგზო და ლოგისტიკური მიმართულება რუსეთის მხრიდან ხო არის ჩაკეტილი სანქციების გამო, ირანის მხრიდანაც იქნება ჩაკეტილი. და საქართველოს მიმართულებაზე მარტო ვერ გაატარებს ვერანაირად იმ ტვირთების რაოდენობას, რომელი რაოდენობაც საერთოდ ჩინეთს გააჩნია. ჩვენზე თუ გაიარა 0.5%, ეს იქნება საქართველოს სარკინიგზო და საავტომობილო გზების 24 საათიანი დატვირთვა. სულელი ამაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს შეუძლია რაღაცა, ჩვენ რეგიონს შეუძლია რაღაცა სერიოზული ალტერნატივა შეთავაზოს. ეს არის დამატებითი მარშრუტი, არის კარგი, მაგრამ ეს არ არის ძირითადი. ამიტომ მეორე კუთხით ჩინეთს მიაყენებენ მომაკვდინებელ დარტყმას. ახლა გადავხედოთ ასევე პორტები, რომელი პორტებიდანაც ხდება შემდეგ დაკავშირება ინდოეთის და სხვა ქვეყნების მიმართებაში. ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოში და ამიტომ იყო ლელ თუ შეიძლება შებძანდი ქუხნაში და ქუხნაში აკეთე შენი საქმეები რა. ქუხნაში. ხო, იქ არ ჩააკვეხოთ დასავლეთი და იქ არ ჩამოაქვეყნოთ დასავლეთი და ასე შემდეგ. გადატრიალებები და მაიდნები რო ხდებოდა და სისხლისღვრა რო ხდებოდა უკრაინაში, შენაირი გოგოშკები იჯდნენ იქ და მე გაუმარჯოს შიგ ევროპაში უნდა და რა მოუტანა შიგ ევროპაში და იმის რა ქვია სისხლის და ადამიანების უფლებების დამცველებმა რა მოუტანეთ უკრაინას. ასე რომ ეგ თქვენი ის რა ქვია პრიმიტიული რაღაცა ისეთი აზროვნება თქვენთვის შეინახეთ დაჯექი და ბაია პატარაიას ელაპარაკე მაგ შენი აზროვნებებით რა. ხო, როიცეთ ისე. ამიტომ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მე როდესაც ვამბობდი, რომ აი აფხაზეთის მიმართულება განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ამ ყველაფერში, რომ ბრიტანეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომ დასავლეთი ჩაშლილიყო, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ყოფილიყო განსაკუთრებით დაძაბულობაში, იმიტომ რომ რუსეთს ერთ-ერთი არტერია, რომელიც აკავშირებდა სომხეთთან და შემდეგ ირანთან, იქნებოდა გადაჭრილი და წარმატებით მოხერხდა აფხაზეთის ომით და დღემდე აი ესე არის განხორციელებული, ამიტომაც არ აწყობდათ საერთოდ საქართველოს კონფლიქტების მოგვარება დასავლეთში რო იცოდეთ რა, ერთ-ერთი არტერია ამით ჩაჭერეს, თუმცა აზერბაიჯანის მხრიდან იქნა მეორე გაჭრილი, თურქმენეთიდან გადის, კასპიის ზღვიდან გადის და არ დარჩა რუსეთი ისე რომ ირანთან კავშირი არ ქონოდა, მაგრამ აი საქართველოს საკითხი ჩვენ მოღალატეების ხელში
ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური საკითხი, აი ასე გადაგვაჭრევიეს ჩვენი ხელით, ისე რომ იცოდეთ. დაანებეთ ხალხო თავი რა, მისი ნიფხავი არ გაურაცხია, მაგ საცოდავს და ახლა გვასწავლის იმას, გეოპოლიტიკას რა. შტერებს რო ეყოთ. აი ახლა შეხედეთ, ეს არის მეორე რუკა. მოგივაართ და ჭკუის სწავლებას დაგიწყებს. დასავლეთზე როგორ ამბობ ამას. ხალხი ხოცება, სისხლი იღვრება ესო. იღვრებოდა მაიდანზე სისხლი, მაგრამ არ გაინტერესებდათ, ისე არ გაინტერესებთ, მაგით თქვენ ახლაც. მაინც ბიჭო ამ დებილ ქართველობას რა უნდა ვილაპარაკო, მე აი ესეთებს რა. რა უნდა ვილაპარაკო, მე ვერ ხვდები. რა უხარიათ ამ ხალხს? რა უხარია ამ ხალხს? რა უხარია, მე ვერ ხვდები. ირანში რომ მართლა აირდაირიოს მივალთ მაგამდე სიტუაცია. მთელი ეს რა ქვია, დევნილობა და მთელი ის წამოვა საქართველოში და მოყვება ზუსტად აი ამ ჰიჯაბის ტარების გამო ქალთა უფლებების და რაღაც ბოდო შენი ქვეყანა არ დარჩება, ვიცია თუ არა. ეშინია ირანი 90 მილიონია და გადაიტანს და გადავა რაღაცა უარესები გაუვლია და შენ ორი კაკალა ხალხი ხარ დარჩენილი და ვიღაცის ინტერესების გულისთვის ის გიხარია რაც ხდება. ლელ თუ შეიძლება თქვენი ქუხნაში რამე გააკეთე რა. თუ იცი საჭმის კეთებას თუ იცი და სარეცხის რეცხვა თუ იცი. საიდან გარეცხი არა შენი საქმე გეოპოლიტიკა. შენერი გოგოშკების რა. ესეთი ოკუპანტია. მეტალი ხარ. დეგეყენებია ტრაკი მაიდანზე. არ იქნებოდა რუსეთი ოკუპანტი და არ დაიღურებოდა იმდენი სისხლი და შენაირი დებილების დამსახურებით ბლომად აყავს საქართველოსაც და უკრაინასაც შენაირი დებილები და იქამდე მიიყვანეს ის ქვეყანა და ახლა ამ ქვეყნის მიყვანა გინდათ. ეხლა რაც შეეხება თვითონ ირანის როგორც ენერგეტიკულად მდიდარი ქვეყნის რესურსებს. აი შეხედეთ სპარსეთის ყურის უმდიდრესი რეგიონი, რომელიც ნავთობით არის გავსებული და გაზით, ეს არის მთლიანად ირანის საკუთრება. ხა, იმაზე რომ ნავთობი როგორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იყო არის და კიდე დიდი ხანი იქნება, მე მგონი ამაზე აღარ უნდა ვიდაოთ იმ სხვა სიმდიდრეებთან ერთად, რომელსაც თქვენ რუკაზე ბლომად ხედავთ. ამიტომ ეს წიაღისეული სიმდიდრეები რატო უნდა ეკუთვნოდეს ირანელ ხალხს, ირანულ სახელმწიფოს და რატო არ უნდა ეკუთვნოდეს Chevrons, British Petroleums, რატო არ უნდა ეკუთვნოდეს თქვათ JP Morgans, BlackRocks და ესეთ მას რა ქვია ფაშისტ კაპიტალისტებს. რა შეჭირდებათ კაცო, იმათ ჩახიყავთ იქ, შახირავს სულიერ აიათოლას, რატო უნდა ეკუთვნოდეს, მიცემენ აგერ და ბაღნებს სული აკლიათ აგერ Wall Street-ზე და შეიდობენ ორ კაპიკს ჯიბეში. ეს არის თავარი კიდე ერთ-ერთი პრობლემა ირანის სიმდიდრე და საერთოდ მდიდარი ქვეყნების ბედი თუ მათ ვერ შეძლეს საკუთარი თავის დაცვა, გადახედეთ აგერ აფრიკაში რა ხდება და საერთოდ გახედვა რაში გჭირდებათ, გადახედეთ საქართველოში რა ხდება, უმდიდრესი ქვეყანა საქართველო, რომელიც არის მდიდარი ოქროთიც, გაზითაც, ნავთობითაც, ყველაფრითაც და სტრატეგიული მდებარეობითაც ქართველები არაფერს არ ფლობს და არის სხვა ჯულის ხელში გადასული და ესე პირდაღებული დებილები არიან, ესე ზოგი აკაცუკია და ზოგი ბიზინა მადიდებელია და აბას უყურებთ აგერ რაც ხდება რუსთაველს და ჩვენი ქვეყანა იძარცვება და მიდის. ასე უნდათ გადააქციონეს ქვეყანაც. აი დებილები ბევრი ყავთ. ნიფხავი ვერ შეუცვია, ქუჩაში ვერ გამოსულა გარეთ და ეგია პრობლემა თურმე. ეი თქვენს პატრონს. ამაზე უკვე სალაპარაკოც კი არ ღირს და რა თქმა უნდა სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც სტრატეგიული მდებარეობაც ორმუზის სრუტე, რომელიც ერთ წამში შეუძლია ირანმა გააჩეროს მთელი სოფლიო ნავთობის 30%-ის ესა. ამიტომ ესეც დარჩებათ მათ. ეს თავისი სიმდიდრე. ახლა გასაგებია ის, რომ ირანს როგორც ასეთი გარე ინტერვენციით ვერ დაიპყრობენ. ვერ დაიპყრობენ გარე ინტერვენციით, იქიდან გამომდინარე, რომ ყავს ძლიერი არმია, ყავს ახალგაზრდა მოსახლეობა, უამრავი,
სადღაც 90 მილიონიანი ქვეყანა არის და სადღაც 60% ახალგაზრდა ცხოვრობს. აქვთ თავისი იდეოლოგია და ამ იდეოლოგიაში ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნისთვის მოგიდებენ იარაღს ხელს და გარე ინტერვენციას თავისთავად გაცემენ საკადრის პასუხს. ამიტომ იყო უამრავი მცდელობები, რომ ცხვირი შეეყოთ ირანში, უამრავი თუნდაც ბოლო პერიოდის ამბები რაც იყო ირან-ისრაელის დაპირისპირება, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ვერ შეაშინა და ვერ გახლიჩა ირანული მოსახლეობა, ვერ დააშინა. ამიტომ თავიანთი საყვარელი ტაქტიკა და თავიანთი საყვარელი სტრატეგია უნდა გამოიმუშაონ და ხორციელდება რა ფუჩუკუტუ ორგანიზაციების და მათი მრევლის თამადობით, რომლებიც აი ესე ცდილობენ, რომ შიგნით შექმნილი მეხუთე კოლონის დახმარებით მოახერხონ რამენაირად განხეთქილება. ამ მხრივ ირანი შიდა განხეთქილებისთვის სხვათა შორის არის ძალიან საინტერესო არის ირანის საკითხი, იმიტომ რომ სუსტია. ეს ახლა თქვენ ხედავთ, ეს არის რუკა ირანის როგორც ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობა, რომელი მოსახლეობაც ცხოვრობს, რა ეროვნების მოსახლეობაც ცხოვრობს ირანში. ირანელებს სპარსელები ირანში შეადგენენ 48%-ს. დანარჩენი ეს სხვა ეთნიკური ჯგუფები, სხვა ეთნიკური ჯგუფები, ვინც არიან არაბები, ქურთები, თათრები, რა ვიცი, თურქმენები, ქართველები, სომხები, ეს დანარჩენი შეადგენს 52%-ს. ამიტომ თავის დროზე ყველაზე მეტი საყვარელ საკითხად განიხილებოდა სეპარატიზმის აზერბაიჯანელები, ეს ლურჯი ჩრდილოეთის მიმართულება ირანის, ეს არის ირანის აზერბაიჯანი, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს იყო განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი, რითაც დაინტერესებული იყო ისრაელის სპეცსამსახურები დასავლეთი, რომ ირანის შიგნიდან გახეთქვა როგორ უნდა მომხდარიყო. ამიტომ ისინი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი და მიზანი ისრაელის დაახლოებისა აზერბაიჯანთან, გარდა იმისა, რომ ის გეოგრაფიულად იყო ირანის მოსაზღვრე, იყო ის, რომ აზერბაიჯანული სეპარატიზმის წახალისება ირანში, რომელსაც საჭირო შემთხვევაში შეეძლო ეთამაშა როლი, როგორც გამიჯვნის და ცალკე ირანის აზერბაიჯანის შექმნის, არიან აზერბაიჯანში ხალხი, რომლებიც ფიქრობენ სამომავლოდ, რომ დიდი აზერბაიჯანის შექმნის, ანუ ჩრდილოეთ და სამხრეთ აზერბაიჯანის გაერთიანების და დიდი აზერბაიჯანული სახელმწიფოს შექმნის. ასევე ქურთული სეპარატიზმი, რომელიც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ქურთები არიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერი, რომელსაც თავიანთი სახელმწიფო არ გააჩნიათ და ძირითადად ეს ერი არის გაბნეული ჩრდილო ერაყი, სირია, თურქეთი და ირანი. ამიტომ სეპარატიზმი, ქურთული სეპარატიზმი ირანში საინტერესო მოვლენა იყო. ნუ აღარა საუბარი არაბებზე, რომლებიც ზღვისპირეთში ცხოვრობენ, სპარსეთის ყურეში ცხოვრობენ და იქეთკენ არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა ყველა კუთხეს რო გავყვეთ. მაგრამ ირანმა ეს საკითხი თავისი ძლიერი უშიშროების სამსახურის დახმარებით ძალიან კარგად აღმოფხვრა, მოასწრო ამ ყველაფრის აღმოფხვრა და თვითონ რელიგიურმა ფაქტორმა, ის რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არის შიიტი მოსახლეობა, ითამაშა დიდი როლი, რომ ეს არ არის მარტო სპარსეთი, ეს არის ირანი, რომელშიც სხვა სპარსელების გარდა სხვა ხალხები, ვინც ცხოვრობენ, ეს მათი სახელმწიფოა და ისინი თვლიან, რომ შეიძლება ის იყოს აზერბაიჯანელი, შეიძლება ის იყოს არაბი, შეიძლება ის იყოს ქურთი, შეიძლება ის იყოს, მაგრამ მისთვის სახელმწიფო იყოს ირანი. და საერთოდ მუსულმანურ სამყაროში რელიგიას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა ეთნიკურ წარმომავლობას. ამიტომ სეპარატიზმის მხარდაჭერამ ვერ გამოიყო დიდი შედეგი. თუმცა
აი ამ კუთხით მაინც მუშაობდნენ ყოველთვის დასავლეთის სპეცსამსახურები ირანში და მომავალშიც ალბათ გააგრძელებენ, რომ ადგილობრივი რეაქციული ძალები, ვიღაცები მაინც გამოჩნდნენ, ვინც იარაღს მოგიდებენ ხელს და ხელისუფლებას დაუპირისპირდებიან, იქ ნახავენ რაღაც ჯგუფს, მაგალითად ქურთისტანის ხალხისას, რომელი ქურთისტანის ხალხიც მოახერხებს და იარაღს ხელში აიღებს და დამოუკიდებლობისთვის, რაც იდეისთვის შეებრძოლება რეჟიმს. ასე რომ ესეთი ჯგუფები არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ფერეიდანში მე მგონი 30,000-დან 40,000-მდე ქართველი უნდა ცხოვრობდეს, დანარჩენი გაფანტულები არიან. საერთო ჯამში სადღაც 250,000 ქართველზე არის საუბარი ირანში, ვინც ცხოვრობს. მაგრამ უშუალოდ ფერეიდანში კომპაქტურად სადაც ცხოვრობენ, სადღაც 40,000-მდე თუ არ ვცდები, შეიძლება მეშლებოდეს რა, მაგრამ მეტი არ არის. წადი ხალო, წადი ქუხნაში ლელ, ქუხნაში. აი ჯანქმარი არ აკავს მიხედე, ან შვილი არ აკავს მიხედე, ძაღლი ხო ყავს. თქვენ ძაღლმადიდებლები ხართ, სოროსელები და ეს. ძალიან ძაღლს მოუარი, კატას მოუარი, დამანივე თავი რა. ძალიან დიდი ინტელექტის, ჩემი სისუსტე საერთოდ ინტელექტუალური ქალები არის, მაგრამ შენ არ ხარ ინტელექტის ქალი, რომ რაცა მიმიზიდო, ამიტომ წადი რა ძაღლს და კატას მოუარი, შენ შემოგევლე რა. თუ გაძალებს ვინმე ჩემ ყურებას. ეხლა რა შეეხება იმ გეგმას, რა გეგმაც ყველაზე მეტი საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა. საუკეთესო ვარიანტი რით შეიძლება შეპირდე ხალხს? როდესაც არის სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება, სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებაში ხალხს შეიძლება შეპირდე ის, რომ ასე იქნება უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა და უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ კი ეს რეჟიმი არ იქნება და იქნება სხვა რეჟიმი, ხო? ეხლა რაც ძახიან ნაცები. ჩვენ რომ მოვალთ იქნება უკეთესი, შიგ ევროპაში შევალთ და გავძღებით. ეგენი ძახიან არა ბიძინა რო არ ყოფილიყო, შიმშილით მოკდებოდით, ევიქცეოდით და ასე არის იქაც. იქ ეუბნებიან რომ ჩვენი მთელი პრობლემები ირანის მთელ მსოფლიოში ის არის პრობლემა, რომ ყავს ასეთი ცუდი ხელმძღვანელობა, თუ არა, ჩვენ რო კარგი ხელმძღვანელობა გვყავდეს, ჩვენ რო ლეგიტიმაცია გქონდეს, ჩვენ რო გცნობდეს სხვა ქვეყნები და ჩვენ რო გცნობდეს, იქნებოდით როგორც არიან არაბები, როგორცაა კუვეიტი, როგორცაა ემირატები და როგორც ასე და ასე და ასე. გამორიცხული ასე არ იქნება, მაგრამ მაინც უნდა უთხრა, აგერ აი ალტერნატივა ვიქნებოდით სტრატეგიული პარტნიორები და ასე იქნება და ასე იქნება. ხო. ამისთვის მათ დააჯერეს ის, რომ მემკვიდრე შაჰი, რომელი მემკვიდრე შაჰიც ამერიკაში ცხოვრობს და ეს არის მისი ოჯახი, რომელიც დაახლოებული არის 200,000 ზოგადად შეიძლება კი, ზოგადად 250,000-მდე ვიცი მეც და ფერეიდანში თვითონ იმ დასახლებებში მაგხელა რაოდენობა არ არის. ეს არის ირანის შაჰის ოჯახი. და ეს არის ირანის უკანასკნელი შაჰის შვილიშვილის ქორწილი. აი ეს გოგო არის ირანის ისა და ეს არის ებრაელი ბიზნესმენი, რომელი ბიზნესმენიც დაქორწინდა ირანის შაჰზე, შაჰის ცოლზე. ჯანდაბა შვილიშვილზე ამერი. ეს არის სუფთა პოლიტიკური ქორწინება. ამიტომ აი ეს თავისივე ხელით მიიყვანა და დააქორწინა ებრაელ ფულიან კაცზე. ბიზნესმენზე, რომელიც ძალიან გავლენიანი პიროვნება არის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა ეუბნებიან ირანელებს. თქვენი ხსნა არის ერთადერთი რამ. დაამხოთ ეს რეჟიმი, აიათოლების სისხლის მწოველი, სისხლიანი რეჟიმი,
მოიყვანოთ მემკვიდრეობით ვინც იყო ირანის შაჰი და მისი შვილიშვილი ასევე დაახლოებული არის ებრაელებთან, ამერიკელებთან, ამათთან და თქვენ გექნებათ მეორე დღიდანვე კაი ცხოვრება. და ეს გამოსულია ეგრე ოკეანის გაღმიდან და წივის და კივის და ემაშვება რა ქვია. იძახის რომ მიდითო ხალხო და მეც მოვალო, ჩამოვალო და მე დავჯდებიო ტახტზეო და თქვენ დაღვარეთო სისხლიო. და მეო იმასო რა ქვია, მეო შაჰი რომ მოვალო, ჩამოვალ და გაგიუმჯობესებ ცხოვრებას. ანუ ახლა ამ მომენტისთვის ხო? უკვე არაფერზე არ მიდის ლაპარაკი, არც ქალთა უფლებებზე, არც სეპარატიზმზე, არც არაფერზე, აქ არის საუბარი პირდაპირ წავიდეს რეჟიმი, მოვიდეს ახალი რეჟიმი და ამ ახალმა რეჟიმმა გადაარჩინოს ირანი. იმ წუთში ამერიკა მოუხსნის სანქციებს, იმ წუთში შევა დიდი ფული, იმ წუთში იქნება ასე, იმ წუთში იქნება ისე და აი ამაში არის მთელი ძაღლისთავი დამარხული. ახლა მოუბრუნდეთ იმ რეალობას, რა რეალობაც მიმდინარეობს და რით შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს. პირველი იქ არის უკვე სამოქალაქო ომის, სრულყოფილი სამოქალაქო ომის ნიშნები. ამიტომ სამოქალაქო ომი უკვე მიმდინარეობს იქ რა, მოდი ყველაფერს რომ თავის სახელი დავარქვათ, მიმდინარეობს. და ტრამპი რომ ძალიან ბევრს ატლიკინებს, რომ აი თუ მოსახლეობას ესვრით, ჩვენ გამოვალთ და დავბომბავთ ირანს და ამას ვიზამთ და იმას ვიზამთ. ხალხს ესვრიან იქ უკვე დიდი ხანია. ხოცავენ. მაგრამ ვერავინ ვერ მივა და ვერ დაბომბავს. ეხლა რაც შეეხება იმას თუ რა შეიძლება მოყვეს. პირველი, რაც ყველაზე მეტი რეალურად სავარაუდო არის. ჭორები იმის შესახებ, რომ ირანის სულიერი ლიდერი გაიქცა, ირანის მთავრობა გაიქცა და ეს გამოიქცა და ასე. ვერსად ვერ გაიქცევა ირანის სულიერი ლიდერი. იმიტომ რომ გასაქცევი არა კიდეც რომ უნდოდეს სადმე. მერე და მეორე, ადამიანმა რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მოახმარა და შეწირა იმას, რომ ირანში დაემკვიდრებია ის წყობა, ის წესი, რომელიც არის რელიგიურ ფუნდამენტზე დაშენებული იდეოლოგიური სახელმწიფო. თქვენ გონიათ ასეთი ადამიანს მით უმეტეს ამ ასაკში ახლა სიკვდილის ეშინია? მერე და მეორე არც აქ არსად წასასვლელი. როცა იყო ქონდა წასასვლელი, ის წავიდა შაჰის რეჟიმიდან და იყო და დაბრუნდა და შექმნა თავის. ამიტომ ეგ გამორიცხულია. უშაქთა რევოლუციის კორპუსები, რომლებშიც ისრაელსაც ყავდა უამრავი აგენტურა ჩაბუდებული თავის დროზე, მეტნაკლებად დაიწმინდა, მაგრამ ეს როგორი ხალხია, იცით? ეს არის ის კი არა, ისეთი ხალხი კი არაა, რომ ხელფას რო არ მიცემდა სამსახურში არ წავა და რამე და რამე. ესენი არიან ჩვეულებრივი შეფიცული არმია. რომლებიც მზად არიან თავიანთი სულიერი ლიდერისთვის და თავიანთი სახელმწიფოსთვის 10,000-ობით და 100,000-ობით დალაგდეს და შეაკვდეს. გადახედეთ ეგრე სირიაში ირანული ბატალიონები როგორი იბრძოდა თავიანთი მეთაურებით, გენერლებით, ოფიცრებით. რომელიც მართლმსულიერმა ლიდერმა გააგზავნა. ის რომ ისინი რევოლუციის გუშაქთა კორპუსები არიან, ეს თავშივე ამბობს იმას, რომ ისინი მტრებს ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან ამ რევოლუციის, ზუსტად რომ რევოლუციის მონაპოვარს არავის დაუთმობენ. ამიტომ არიან ისინი რევოლუციის გუშაქთა კორპუსები. ამიტომ პირველი ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტი განვითარების ყველაზე რეალური ვარიანტია, დაიღუპება ძალიან დიდი სისხლი. უამრავი ადამიანი დაიღუპება. ირანის რეჟიმს ვერავინ ვერ შეცვლის გარედან და ვერ შიგნიდან
და ეს სისხლისღვრა იქნება უბრალოდ თვითონ ირანის სახელმწიფოსთვის და ირანელი ხალხისთვის ყველაზე დიდი უბედურების მომტანი და ასე იქნება, როცა გარედან დაძახილს აყვები. მეორე ვარიანტი ეს არის საშუალება თუ როგორ იმოქმედებენ ის ეთნიკური ჯგუფები, რომელზეც მე თქვენ გესაუბრებოდით და გაჩვენეთ ირანული სეპარატიზმის რუკა და ირანში დაიწყება სამოქალაქო ომის ისეთი ფორმა, როგორიც იყო სირიაში. და სირიაში როგორი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი იყო, ეს ყველაზე საშინელი სცენარია. და როგორ განვითარდა მოვლენები და რამდენი წელი მიდიოდა ეს ომი, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რანგრევა გამოიწვია და როგორ გაანადგურა ქვეყანა, აგერა გახედეთ 2011 წლიდან მოყოლებული დღესაც სირიაში ომი მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ასადის რეჟიმი აგერა ასადმა ომი მოიგო. თავის ირანის და რუსეთის დახმარებით, მაგრამ წააგო მშვიდობა. და დღემდე არაა სირიაში მშვიდობა. ეს იქნება უზარმაზარი, ასე რომ ვთქვათ, სისხლისღვრა და ეს იქნება უზარმაზარი ტერიტორიაზე გადაჭიმული ამხელა ირანის ტერიტორიაზე იქნება ომი, რომელსაც ვერავინ ვერ გააჩერებს. ეს მეორე სამოქალაქო, უშუალოდ სამოქალაქო ომი, როგორც სირიაში იყო. და მესამე ვარიანტი, რომელზეც აი ოცნებობენ, აი ეს ლელაროა აგერ და მისნაირები ორგაზმი რო ეწყება და აი ეს განსაკუთრებით ის ქართველი ქალბატონები, რომლებიც აიათოლების დატყვევებას და იქ ამერიკაში ტრიბუნალზე წაყვანას რომ ოცნებობენ და მაშვებიან, რომ გაიმარჯვოს ფუჩუკუტუ რევოლუციონერები ირანში მოვა ალბათ ქალი პრეზიდენტი, ეს ისე ხუმრობით, მაგრამ შახი ამათი დაბრუნდება და წავა ლიბერასტული ცხოვრება და მალე ალბათ თეირანის მოედანზე ირანული არმიის ნაცვლად ჩატარდება გეი პარადი და ფემინისტების მარში და ასეთ შემთხვევაში ირანის დემოკრატიზაცია მოხდება და წავა ირანი გახდება ევროპა. აი ესა მესამე ვარიანტი. სხვა ვარიანტი აქ უბრალოდ არ არსებობს. ამ ყველაფერს უბრალოდ ბიძგი მისცა იმან, რომ როდესაც ისრაელმა ცადა პირდაპირ თავდასხმა განეხორციელებია ირანზე, შიდა მეხუთე კოლონა მიგრძნო ის, რომ შეიძლება ვიღაცა საშველად მოვიდეს, თუ ისინი დაიწყებენ არეულობას შიგნით. მაგრამ ეს სცენარი რომელიც სცენარიც მათ წარმოუდგენიათ, ნაკლებად არის მოსალოდნელი. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ვინც ჩაერევა ირანზე პირდაპირ სამხედრო თავდასხმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ ერევა ამ პროცესებში და არის წყნარად და მშვიდად, ნათლად დაინახავს, რომ გარეძალები პირდაპირ ერევიან სამხედრო ძალით ქვეყნის ცხოვრებაში და ყველა გაერთიანდება გარემტრის წინააღმდეგ და ეს უფრო გააძლიერებს თვითონ ირანის რეჟიმს. რეჟიმის მომხრეების გარდა ნეიტრალური ადამიანებიც კი მოგიდებენ ხელს და სამშობლოს დაიცავენ. იმიტომ რომ უცხო ქვეყნის ჯარისკაცი მის ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ მოღალატეს უხარია. აი ეს სცენარები იქნება და ეხლა ჩვენთან რა შეიძლება იყოს? პირველის, მეორეს, მესამეს სცენარის განვითარების შემთხვევაშიც. ირანი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, გეოგრაფიულად, აგერ სომხეთი, გადაიარეთ აგერ 200-300 კილომეტრის არაა. საიდანაც დაიზრება უდიდესი ნაკადები დევნილების და ამ დევნილთა ნაკადები სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს წალეკავს.
თუ ამ ომმა მიიღო ისეთი ფორმა, როგორიც მიიღო სირიაში. თუ არ მიიღო ასეთი ფორმა და პირველი ვარიანტი განვითარდა და აიათოლების რეჟიმი დარჩა, მაგრამ დიდი სისხლის ფასად სტაბილიზაცია გაუკეთეს ამ ყველაფერს, მაინც იქნება დევნილების ნაკადი. და მესამე ვარიანტიც იქნება დევნილების ნაკადი. ამიტომ მხოლოდ დებილს და მხოლოდ იდიოტს უნდა უხაროდეს ის, რომ სამეზობლოში ავარეულობა და უბედურება არის და სისხლის ღვრა და ეს იყოს მისთვის სასარგებლო და სასიკეთო. ხო, ეს ისე ცნობისთვის ფუჩხუთი ორგანიზაციების მხარდამჭერებს მიმართავ. ეხლა რაც შეეხება გარე ძალების ჩარევას. ბიჭო, მე მიკვირს ამ ხალხის მხოლოდ ცალმხრივად რო იყურებიან. გარე ძალები თუ შეიძლება ეგრეთ წოდებული ამბოხებულების და ოპოზიციის მხარეს დადგეს, ირანის ხელისუფლებას თქვენ გონიათ გარე ძალები იგივე რუსეთის და იგივე ჩინეთის სახით არ გააჩნიათ? არ ჩაერევიან? ჩინური უზარმაზარი ასობით მილიარდის საქონელი, რომელიც ირანის გავლით უნდა გავიდეს ევროპაში და ჩინეთი, რომელიც არის ირანული ნავთობის 2/3-ის შემსყიდველი და ჩინეთმა, რომელმაც 400 მილიარდი ჩადო ირანის ეკონომიკაში. თქვენ გონიათ ასე დაждდება და პირს დაახებენ? თუ რუსეთი, რომელიც ყველა მხრიდან შებოჭილი არის სანქციებით, ბლოკადით და ასე შემდეგ, დაждდება და პირს დააღებენ? აბა გადახედეთ ერთი იდიოტები და დებილების აზრი, რაში უნდა მოიყვანოს ადამიანმა. ერთი გადახედეთ, აი ამ ომის შემდეგ, როდესაც ირან-ისრაელის ომი იყო, რამდენი გამანადგურებელი თანამედროვე ტიპის ჯეიოცები ვინ მიყიდა იმას, რა ქვია, ირანს? ვინ მიყიდა და ჩინეთმა? კბილებამდე შეიარაღებული, აღჭურვილი. იმიტომ რომ სამხედრო საჰაერო ძალების მხრივ ირანთან და იმასთან ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან არ ქონდა უპირატესობა ირანს. ვინ მიაწოდა უახლესი მოდერნიზირებული მიგები? იმ რუსეთმა ვერ შეძლო უბრალოდ დაემზადებია და იმდენი თვითფრინავი მიეწოდებია ირანისთვის, რამდენიც ისა რა ქვია, კონტრაქტით დადებული იყო, მაგრამ დროებით სარგებლობაში მიგ-29 მიაწოდა და დანარჩენს მერე მოგაწვია. თქვენ რა გონიათ, ახლა ეს ხალხი დაждდებიან ასე, პირს დააღებენ და საშუალებას მიცემენ ისრაელს და იმას და შეერთებულ შტატებს, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ირანი, რომელთანაც სხვათა შორის ხელშეკრულების რატიფიკაცია ისრაელთან თავდასხმის შემდეგ მოახდინა ირანმა, რუსეთთან კონკრეტულად. დაждდება ამ ყველაფერს და უყურებს? თუ ჩინეთი, რომლის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ღერძი თუ არა, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ჟანგბადის მიმწოდებელი ირანს ასე დაანგრევიოს მისი ხელი? ეი, თქვენ პატრონს თქვენსას. ვაი თქვენ პატრონს თქვენსას, ვინც ასე ფიქრობთ. იმიტომ რომ დაბალი დონის ადამიანები ხართ. არც ისიცით რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობთ, არც ისიცით რას ლაპარაკობთ, არც ისიცით რას შეიძლება რა მოყვეს. თქვენ ხართ უბრალოდ ჩამოყალიბებული დებილები, რომელთა მაგივრათაც ტელევიზორმა იაზროვნა და მოგაწოდათ ეს ყველაფერი და თქვენ ამას კიდე ენაზე წამოიგებთ და ლაპარაკობთ. როგორც უკრაინაში ომის დაწყების წინ, იმაში რა ქვია, მოსკოვში რომ უნდა ჩაგეტარებიათ პარადი უკრაინულ ტანკებზე და იმგენზე. თუ იმასაც ვერ ხედავთ ელემენტარულად, რომ რუსეთს საერთოდ აღარანაირი კავშირი აღარ უნდა ამ ევროპასთან და ამ დასავლეთთან და ყველაფერზე მიდის და გუშინ რო არეშნიკით დაბომბა იქაობა, რის გამო დაბომბა? ვერც მაგას ვერ ხვდებით, ხო? იმიტომ დაბომბა, რომ ბრიტანელებმა და ფრანგებმა გამოაცხადეს, ომის დამთავრების შემდეგო ჩვენო ჯარს განვალაგებთ იმაშიო, რა ქვია, უკრაინაში. თუ განალაგებთო, ჩვენი სამიზნეები იქნებაო და ჩვენ სამიზნეებს ასე ვანადგურებთო. მაგინდა ახლა იქ
ადებილებენ მოსახლეობას ახლა უკრაინაში გამოდებილებული ყავთ ხალხი. და გამოდის ერთი დებილი და ამბობს რომ არეშნიკიო კაცო რა საშიში არისო კაცო ეგ ჩვეულებრივიო მეხივის დაცემასავით არისო იმიტომ იმასო ბირთვული ბომბი არა აქვს საშიში მაგაში არაფერი არა როგორც მეხი ჩამოარდნილა ისე არის აი ამ დონეზე არის ხალხის აზროვნება დასული და აი ამ აზროვნების ადამიანებს უნდათ საკუთარი ქვეყნის პროგრესი და ზოგადად პროგრესული სამყაროს ნაწილი იყოს. და ესაა ხალხო პრობლემა, ესაა ირანის პრობლემა, ყველგან ეს რო გავდაჭრილი, ესაა პრობლემა. სტრიპტიზის ცეკვა და ძუძუების გადმოყრა და ბაყვების გადმოყრა არის პრობლემა. ნუ გეშინიათ თქვენ არა ირანში არც სექსის ნაკლებობაა და არც გართობის და არც გარყვნილების ვისაც უნდა იმას აკეთებს მაგრამ რა ასე საჯაროდ და საქვეყნოდ არ აძლევენ ბოზობის უფლებას თუ რა ბოზობას ვერც ერთი რეჟიმი ვერ გძალავდა და ტრაქზე ვერავის ვერ აპარებდა ხელს აი ეს არის თუ ვინმეს გონიათ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ ჩავერებით ამას ვიზამთო დათვლილი არის დაანგარიშებული არის რომ სულ მცირე 250,000 მებრძოლი დაჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისთვის რომ მან დაიწყოს შემტევითი ოპერაცია ირანში ისე როგორც განახორციელა იმას 250,000 ამ 250,000 რამდენი დაიღუპება როგორი სამხედრო წარმატება ექნებათ რამდენი დაიჭრება რამდენი უზოუკლო დაიკარგება ამას რეზერვების შევსება რო უნდა ომს უზრუნველყოფა მომარაგება რო უნდა და მსგავსი რაღაცები ამაზე არ ფიქრობთ თქვენი ტვინი აი მოვა ამერიკა და მოვა ისრაელი და გადაარჩენს ავის მომისმენია ჩემო სანდრო უამრავი რაღაცა მომისმენია საერთოდ მასია ხო რაღაც ერთი რომ მოხდება პირველი არის ცოტა ძნელი თუ არა მეორე და მესამე მე აღარაა საშიში მაგი არ ითვლება ჩემო ძმაო მაგი არ ითვლება ეგ არ ითვლება ინგლისს ამერიკას ევროპას ზოგადად ისრაელს აქ იმის უფლება რომ სხვა ერები სხვა ქვეყნები გაანადგუროს დაბომბოს გაასწოროს მიწასთან სხვას არ აქვს ის უფლება მორჩა დამთავრდა ინგლისელი და ამერიკელი თუ ჩაიდენს დანაშაულს იგი პრობლემა არაა აგერ ინგლისელი გოგო იყო შემოსული და შემოქონდა 14 კილო ესა რა ქვია ნარკოტიკი საქართველოში რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს ჩამოვიდა დედიკო და მამიკო ხო და გადაუხადა 40,000 და მოკიდენ ხელი და წაიყვანენ ინგლისში ინგლისელის ციხეში შეჯდომა არ შეიძლება საქართველოს გეოპოლიტიკურად ხედავ იქ სადაც არის რეგიონში თავის ადგილზე უბლოკო სტატუსით და თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკით არ ვიცი ამის წინეებზე შემხდეთ თუ მაქვს ეს გაჩვენოთ ერთი ეს რუკა მინდა გაჩვენოთ რამათ ხო აი სად ხედავ საქართველოს სიმართლე გითხრა აი გაჩვენე ამის წინებზე შემხდა ერთ გვერდზე ყველაზე ზუსტი დეფინიცია მიცემული დასავლეთ აზიის ქვეყნები აი რომელშიც შედის კავკასიაც თურქეთიც ირანიც და ანალიზი იყო ამ ყველაფრის გაკეთებული ეს არის მსოფლიოს უმდიდრესი რეგიონი დასავლეთ აზია რომელსაც უძახიან ახლო აღმოსავლეთს ასევე ჩვენ ევროპა ვართ
სპარსეთის ყურე უმდიდრესი, კასპიის ზღვა უმდიდრესი, აქეთკენ ერაყი უმდიდრესი, სირია უმდიდრესი, საქართველოს თავისი სიმდიდრეები, სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი იქეთ იმ ოკეანეზეც გასასვლელი, ხმელთაშუა ზღვაზეც გასასვლელი ყველგან. აი აქ ხედავ საქართველოს ადგილს. აქ იყო ისტორიულად ჩვენი ადგილი რეგიონში და აქ უნდა ვიყოთ. მოკავშირეებს ჩემოძმაო მე დამისახელე ქვეყანა ვის უნდა საქართველოსთან მოკავშირეობა, ვის უნდა ესეთ სუსტ ქვეყანასთან მოკავშირე. შენ გინდოდეს ეს აღნიშნავს რომ იმასაც უნდა. დამისახელე შენ მე ქვეყანა, რომელ ქვეყანას უნდა მოკავშირეობა, რასაც ქვია. ანუ თანაბარი ჭირის და ლხინის გაზიარება და მე გეტყვი ძმაო, ება ავწევ ხელებს. დამისახელე, აი ვალერ დამისახელე ერთი ქვეყანა, რომელსაც უნდა შენაერ გაჭირებულ, გაღატაკებულ გადაშენების პირას მყოფ ერთან მოკავშირეობა, იმიტომ მოკავშირეობა მოიცავს ყველაფერს. მოკავშირეობა მოიცავს სამხედრო დახმარებით დაწყებული ეკონომიკური და ენერგეტიკული ხემით. ვის აქვს სურვილი გაწიოს ჩვენი მოკავშირეობის უღელი? და ჩვენ გავწიოთ ის. მე მაინტერესებს. ცალმხრივი მოკავშირე არ შეიძლება იყოს. ცალმხრივად ვერ იქნები ვერავის მოკავშირე. მოკავშირეობა არის ორმხრივი. მე შეიძლება მინდოდეს კი ბატონო ნატოსთან მოკავშირეობა. მე შეიძლება მინდოდეს თქვათ ჩინეთის მოკავშირეობა. მე შეიძლება მინდოდეს რუსეთის მოკავშირეობა. იმათ უნდა ჩემთან? კითხვას ვსვამ. იმათ უნდა ჩემთან მოკავშირეობა? მე დარწმუნებული ვარ რომ არ უნდათ. მარტივი მიზეზის გამო. მარტივი მიზეზის გამო. სუსტი ხარ. და რატო უნდა იმ მოკავშირეოს შენთან? იმას ურჩევნია რომ პატრონყმობა კონდეს. და პატრონყმული ურთიერთობა და ვასალური დამოკიდებულება კონდეს. არც რუსეთს არ უნდა საქართველოსთან მოკავშირეობა. შეშვით მაგას. არ არის ეს მოკავშირეობა სხვა რამეა. მფარველობა სხვა რამეა და მოკავშირეობა სხვა რამეა. ჩვენ თუ მფარველს ვეძებთ, სხვა ამბავია, მფარველობა შევთავაზოთ, მაგრამ იმათ აწყობ თუ არა ჩვენი მფარველობა, ეს კიდე ცალკე საკითხია. ხო, ასე რომ ჯერ ის საერთოდ რაშია საქმე, იცი, შენ შემოგივლე, ჩემო ძმაო, მე მესმის შენი გულის ტკივილი ქვეყნის მომავალი გადარდებს და ხვალინდელი საქართველო როგორი იქნება, ის გადარდებს. მაგრამ ჯერ თვითონ ტერმინოლოგიას დაუკვირდეთ. მოკავშირეობა თანაბარ უფლებიანობა არის. თანაბარ უფლებიანობა არ შეიძლება ესეთ ქვეყანასთან ვინმეს უნდოდეს. რა ინტერესი შეიძლება იყოს ამაგისო? მფარველს ვეძებთ? მფარველობა შეიძლება გაგვიწიოს, რუსეთმაც გაგვიწიოს, თურქეთმაც გაგვიწიოს, შეიძლება ჩინეთმაც გაგვიწიოს მფარველობა. შეერთებული შტატები და დასავლეთი როგორი მფარველები არიან ჩვენი, ხედავთ აგერ. და როგორ შეუძლიათ მათ გაგვიწიონ მფარველობა, გამოჩნდა. რა ვიცი, მაგათ უნდათ ვასლობა. მადლობა ემიგრანტ, მადლობა. გაიხარე. ხო და აი ამაში არის იცი საქმე, იმიტომ რომ 1000 სიტყვა შეიძლება მოინახოს. სტრატეგიული პარტნიორობა. სადაა სტრატეგიული პარტნიორები ერთი? ჩვენ ყველასთვის სტრატეგიული პარტნიორი ვართ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ვინ არის? ყველაზე რეალური არის ის ყოფილი კოლონიზატორი ყოფილ კოლონიას უწევდეს მფარველობას. კი ბატონო. ასაგები. თურქეთის არ შეიძლება, რუსეთის არ შეიძლება, ჩინეთის არ შეიძლება
ნუ არავის არ შეიძლება, ხო? აი, ზუსტად რო არავის არ შეიძლება, ჩემო ძმაო, მაგას ცდილობს ირანი თავის სახელმწიფო დამოუკიდებელი პოლიტიკით. ამიტომ აღჭობენ იმ ქვეყანას. და ამიტომ მიმდინარეობს ეს ყველაფერი. ასამო თურქეთის რა შეიძლება ჩემ ძმა ხარ. ეს თურქეთი არის ჩვენი ძმა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. რამდენჯერ გვიცავდა რუსეთიდან. რამდენჯერ გადაგვარჩინა, ერთი შტერი მიმტკიცებდა ამის წინებზე. ეს რუსეთი გატყილებდა თქვენ რომ ასე იყო თუ არა. სოლომონ მეორეს ტრაპიზონში არის დასაფლავებული და თურქეთი ისე უყვარდა, თურქეთის ფასი არავინ ყავდა. აკია ბარბაკაძეს უნდა ვკითხოთ, ნიკა. აუცილებლად, იმიტომ რომ მაგი როგორც ამტკიცებდა, რუსეთს ტანკი არ ყავდა და 3200 ტანკიდან 3400 გაუნადგურეს და ახლა მაგნაირად გასაფრად შეიძლება ახლა აზრი გითხრა. პუჩის ნაძირალას. გაიხარე, ნიას, გაიხარე. მოკლედ, ჩემო კარგებო, აი ეს არის ირანთან დაკავშირებული მოვლენები. ეხლა დეტალებზე რომ ჩავიდეთ, კი ბატონო, თავის სახელი უნდა დაერქვას კალბატონო ხათუნა ყველაფერს, მაგრამ ძალიან ძნელია ყველაფერს თავის სახელი დაარქვა. ამ საზოგადოებაში. დღეს მქონდა და დავდებ ამ ინტერვიუ მქონდა კალბატონ დენის სუმბაძესთან. ამ უდიდეს განათლებულ ადამიანთან. როდესაც ამხელა ინტელექტის ადამიანებს უსმენ და ამხელა ასეთ ძლიერ არ ვიცი როგორ გითხრათ, იცით? ქართველოლოგებს და საერთოდ კაცობრიობის ბედიღულის მცოდნეებს თავი პირველი კლასის მოსწავლეც არ მგონია ბაღის ბავშვი მგონია. იმდენ სირთულეებში ვართ ჩავარდნილი ქვეყანა და ერი, ზოგადად ერი, ადამიანი ქართველი ერი. ვინმე სახელის დაარქვას დღესდღეობით, ამის თავი ნაღდათ არ აქვს. კი ბატონო, მაგრამ ასე არ არის საქართველოს გეოგრაფიული ევროპა და ჩვენ მის დახმარებას ვერ შევძლებთ. გეოგრაფია განაპირობებს ერების ცხოვრების ბედს. და ჩვენ მოღალატე ხელისუფლებებს შევარდნაძის თამადობით რომ არ დაეწყოთ საქართველოს მგრევა და კავკასიიდან შიგ ევროპაში თავის ამოყოფვა და აი ევროპელები ვართ და მე დასავლეთები ვართ ამის ძახილი არ ვიქნებოდით ამ დღეში. სახელი რო დავარქვათ ქალბატონო ხათუნა ყველაფერს, მაშინ პირველი სახელი რას უნდა დავარქვათ, იცი? პირველი სახელი იმას უნდა დავარქვათ, რომ ზუსტად გამსახურდიას მე ყველა ხელისუფლება დღევანდელი ჩათვლით, მათი მხარდამჭერები ყველა არიან მოღალატეები. მე არ მომობ მხარდამჭერები, რომლებიც აი სოფელში ან სადმე რაიონში ცხოვრობენ ადამიანი მივიდა და ხმამიცა რეჟიმს. მე ვამბობ, მათი გამპრავებლები, მათი კოჰორტა, მათი პოლიტიკური ელიტა, ყველა არის მოღალატე. ამათ რო სახელს დაარქვა, ამათ განაჩენიც უნდა გამოუტანო. ტრიბუნალი უნდა მოუწყო. უნდა გამოხვიდე და პირდაპირ უნდა თქვა, რომ საქართველოს ეკლესია, რომელიც საპატრიარქოს სახელით არის დღეს და ეკლესიათ ასაღებს თავს, რომელიც ასევე თანამონაწილე არის ამ ყველაფრის, აბსოლუტური უმრავლესობა სინოდის წევრების სარდლობით. დავარქვათ სახელი, რატო ვერ ვარქვათ? უნდა ვთქვათ პირდაპირ, ესენი არ არიან მართლმადიდებლური ეკლესია, ესენი არიან პირიქით რაღაცა ებრაული დანაყოფი, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელით ებრძვიან ქრისტიანობას. დავარქვათ, დავანებოთ თავი დანარჩენებს. თქვათ და ვაღიაროთ ისიც, რომ არანაირ ევროპას და არანაირ შეერთებულ შტატებს ჩვენთან მოკავშირეობა და გვერდით დგომა არ უნდა არდომია არასდროს.
და ეს იყო მხოლოდ ვასალის და ბატონის დამოკიდებულება. ვაღიაროთ ის, რომ ქართული კავკასიური ტრადიციული მენტალიტეტის ადამიანები ევროკავშირში და შიგ ევროპაში არ უნდა გარბოდნენ, იმიტომ რომ იქ ჩვენი ადგილი არაა, სხვა მენტალობის ხალხია, სხვა გაერთიანება, უღმერთო გაერთიანება. დავარქვათ. თქვათ ის, რომ კი ბატონო, რუსეთი დამყრობელია, მაგრამ იყო დრო, რომ რუსეთმა გადაარჩინა ქართველიერი. და უამრავი ტერიტორია, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია, ზუსტად მაგ იმპერიის წყალობითაა. და ის რომ დღეს პოლიტიკა არის ასეთი, როგორც იქედანაა ბრალი, აქედანაცაა ბრალი. დავარქვათ ამას სახელი. ვაღიაროთ და ვთქვათ, თურქეთი ჩვენი ისტორიული დამყრობელია, ოკუპანტია, წაღებული აქვს 33% საქართველოს ტერიტორია ანექსირებული აქვს და გენოციდია, როგორც ფიზიკური გენოციდი, ისე კულტურული გენოციდი განხორციელებული. თქვათ, რომ არანაირი მეგობარი და ძმა ჩვენი აზერბაიჯანი არ არის. იმიტომ არ არის, რასაც გვიკეთებს ჰერეთში და რასაც გვიკეთებს იმაში, რა ქვია, დავითგარეჯთან დაკავშირებით. მოდი თქვათ ეს ყველაფერი. რატო არ ვამბობთ? ამის მთქმელი არის ქსენოფობი, ამის მთქმელი არის რუსეთის აგენტი, ყველაფერზე ხსნილი არის რუსეთთან მიმართებაში, სხვა ქვეყნებთან და სხვა რამეებთან მიმართებაში ლაპარაკიც კი არ შეიძლება. აი ესა. მე გეთანხმებით. კარგი ხელისუფლება არ ართქმევს. ხალხმა რატო არ უნდა რომ დაარქვას სახელი? ვაღიაროთ ის, რომ ზვიად გამსახურდიას დამხობაში და ეროვნული ხელისუფლების დამხობაში უშუალოდ მონაწილე იყო დასავლეთი, შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. რატო მე თუ მკითხავს, მე პირდაპირ ვარ რომ სახელებს, მაგრამ მასა რატო არ აძლევს ამას შეფასებას? რატო იძახიან იმას, რომ ვაიმე ასე, ვაიმე ისე, აბა ომი გინდა, აბა ეს გინდა, აბა ის გინდა. ქალბატონო, აი ხათუნა ბერანიძე წერს, ზვიად გამსახურდია პაიკი იყო, რომელიც გამოიყენეს და შემდეგ გადაუარესო. გეთანხმებით, ნამდვილად. ეს გააკეთა დასავლეთმა. მაგრამ ზვიადმა არ იმოქმედა, როგორც პაიკმა ისე. და მოდი ის სიმართლეც ვთქვათ, რომ ზვიადმა როგორც პაიკმა არ იმოქმედა, ხალხს რო ისე არ იმოქმედა, როგორც იმოქმედა, მაშინ არ ვიქნებოდით ამ დღეში. ხალხმა უღალატა იმ იდეალებს, იმ ეროვნული მოძრაობის იდეალებს, რასაც ზვიად დამერაბი იდგა. დამდგარიყო ხალხი მაგრად და არ გაგებოდა ფერქვეშ შევარდნაძეს, მასა, ერის ინტელიგენცია, ეგრეთ წოდებული. თქვათ მაშინ ეს სიმართლეც და აღარ აღმოჩნდებოდა. ზვიადს მოკიდეს როგორც პაიკივით ხელი, არ იმოქმედა ზვიადმა პაიკივით. მაშინ იყო საქმე. და დაგვრჩა უბრალოდ უახლესი ისტორია გასააზრებლად. რომ ვიცოდეთ პატრიოტი ვინა, ეროვნული ვინა და მოღალატეები ვინ არის, ვერ ვარქვენ სახელს. ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. და დავარქვათ იმას სახელი, რომ აი გზემოჯდომი ურია ვინ ზის, ბიძინა ივანიშვილი, ივანაშვილი უკაცრავად. და არც ივანაშვილია ისე რომ ვიცოდეთ. აბსოლუტური ერის, აბსოლუტური უმრავლესობა ნაყიდი ყავს. და დამწარებული არიან ფულზე. აი ესეთი ეპითეტებით ამყოფენ, მე არ ვიცი ამას უკვე რა დავარქვა, აი ამ ფამილარობას, ხო? აი ეს დაგვიდით ერთი დღეს გქონდა ჩვენი პარტიის დამფუძნებელის, საპატიო თავმჯდომარის მატერიალური და ფინანსური რესურსები მთავარი არ არის. მთავარია რა სჭირდება საქართველოს ხალხს. აი არ ყოფილა თუ რა. ამას ახლა ფული რო არ ხონდეს ბიძინა ივანიშვილს მისი ზებრა და პინგვინი არ გაუჩერდებოდა, ეს კი არა, რასაც იძახის. აგერა.
თუ ვინმეს ეკუთვნის ნობელის პრემიაო, აგერ თურმე ბიძინას ეკუთვნისო. ასია. ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა იქ სამშობლო გონია და ზოგიერთი კიდე ვინც გააძღო იმას მამას ეძახის და მშობელი გონია. ეს რა არის იცი ქალბატონო ხათუნა? მას კი არ ქონდა ძალა, ხალხი იყო ფლიდი, ხალხი იყო ყალბი და ხალხი არ დადგა იქ სადაც უნდა დამდგარიყო და ხალხს ურჩევნია სხვას გადააბრალოს ყველაფერი. დანებეთ იმ კაცს თავი. იმან თავისი სიცოცხლით და თავისი გამწარებული ფინალით როგორც პიროვნებამ და როგორც მმართველმა ზღო ყველაფერი. ზღო. და შეძლო ზვიადგამსახურდიასაც ასულიყო და მშვიდად და გემრიელად ეცხოვრა. იმას როგორც პიროვნებამ, რომელიც თავის დროზე ხელის გულზე ყავდა თაყვანილი და აი ზვიადი უძახოდა ხალხი, მერე იგივე ხალხმა მარტოობაში ამოხადა სული. და წლების მანძილზე ზვიადის სახელის ხსენება სირცხვილად ითვლებოდა. ეს რამხელა ტრაგედია იყო მისთვის როგორც პიროვნებისთვის და როგორც პირველი პრეზიდენტისთვის. ხალხი. და ამ ხალხს შეეწირა. შეიძლება 1000 მიზეზი მოუგონოს ვინმე ზვიადგამსახურდიას, მაგრამ ზვიადგამსახურდიაზე ვერასდროს ვერავინ ვერ იტყვის რომ ის იყო მოღალატე და ვერასდროს ვერავინ ვერ იტყვის რომ ის იყო კორუმპირებული, რომ ის იყო საკუთარი სამშობლოს მიმართ და საკუთარი ერის მიმართ შეიძლებოდა რამე გაეცვალა იმას. და საკუთარი ერის სავნებლად რამე ნაბიჯზე წასულიყო. არ იმდომა ხალხმა ისეთი. არ იყო ეს ხალხის ზვიადის ღირსი, ამიტომ ვისი ღირსიც იყო და ვისი ღირსიც არის იმ დღეში. ასია ეს. და ხალხმა ძალიან რო იცის ხელების დაბანა ყველაფრიდან, მარტო მისულად და დამოუკიდებლობისთვის რეფერენდუმზე ხმის მიცემა არა, ბრძოლა ჭირდება დამოუკიდებლობას. ბრძოლა. ის ხდება სხვათა შორის ირანშიც. და ეს მოხდება ყველგან. არ ყოფილა ეს ხალხის თავისუფლების ღირსი. ახლა ზვიადის ფენომენზე და ზვიადის შეხედულებებზე ცოტა ძნელია სიმართლე გითხრათ დღეს ბიძინას და მიშამადიდებლებს და ამ მასას ელაპარაკო. ძალიან დაქვეითებულია ქართული ინტელექტი მინუსებში არის ლამის გადასული, ამიტომ ამ ხალხისთვის ზვიადგამსახურდია და მერაბ კოსტავა ჩვეულებრივი ბნელი ღრუზინები იყვენ, როგორც ნებისმიერი ვინც იმას იტყვის, რომ ეროვნულობა არის ის. კარგი, დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, უღრმესი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ნახოთ, მეც ვერ უკავშირდები ირანში, ახლა უფრო დეტალებზე რო გესაუბროთ, პირველ წყაროს, ვინც არის, იმიტომ რომ გათიშული არის ინტერნეტი და მთელი ამბები მიდის იქ, მაგრამ აღდგება თანდათან და პირველ წყაროდან გაგებული ინფორმაცია მაინც სხვა არის. რა თქმა უნდა, ჩემო ძმა. ამიტომ არ უნდოდა ამ ხალხს ზვიადი, არ ჭირდებოდა ამ ხალხს უნდა შევარდნაძე, მიშაც უნდოდა, ბიძინაც უნდა, სალომეც უნდა და ვინც მოვა კიდე ისიც ენდომება. შენ შემოგივლე, ჩემო ძმაო, მიეხრით ამ მოღალატეებიო. რამდენი უნდა, მოდი ელემენტარულს გეკითხები რა, გიორგი ოთარაშვილი, რამდენი უნდა მიეხრით. კაცი ამბობს, რომ 95% მოღალატე მყავდაო. და ზოგიერთმა თქვენს, რომ 95 კიდე ცოტაა. ასე რო იყო ხოდ რომ გამოაჩინა. ან საერთოდ ზვიადი ვინმეს მიმხრეტი იყო, ტყვიას გვესვრიანო და ტიტებს ვესვრით. სამაგეროთ ეს ედუარდ ამბროსევიჩი და ეს მეტი სოფიოს დიდი პოლიტიკოსის ღირსი იყო და ესე შემდეგ. დიდი მეცენატის და ბრძენი ნიჭიერი მიშასი.
არ იყო მეტის ღირსი ხალხი. არ იყო მეტის ღირსი. არ იყო ქალბატონმა ხათუნა მეტის ღირსი. საბჭოეთს მე ვერ ხვდები სასწრაფო საბჭოეთს უღალატა. მე ვერ ხვდები ამას სასწრაფო საბჭოეთს უღალატა. საბჭოთა კავშირი იყო და საქართველოს საბჭოთა კავშირი ამდენს არსებობდა და საბჭოთა კავშირიც მერეც არსებობდა და რას ქვია უღალატა საბჭოთა კავშირს. დებით იყო საქართველოს საბჭოთა კავშირში შესული? ნებით იყო? გაჩერდით რა. გაჩერდით. უნდა ადამიანს რაღაცის ღალატზე რო იტყვით, რაღაცა დაადასტურეთ. ქართველის ხელით რო იყო ის საბჭოთა კავშირი შექმნილი 1956 წელს, ვინც შექმნა ის საბჭოთა კავშირი, მისი სახელის განადგურების გამო რომ საქართველოში ქართველები გამოვიდნენ და იმ რეჟიმმა დახვრიტა ქართველობა, აი იქედან უღალატა რეჟიმმა იმ რეჟიმმა ზუსტად საქართველოს და ქართველებს. და ზუსტად 56 წლიდან დაიწყო ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მოძრაობა გორგასლია. გაჩერდით რა. ძალიან ისა რა ქვია საბჭოურში უწახვალთ რა. კონდა იმ წყობას დადებითიც და კონდა იმ წყობას უარყოფითიც. და ის წყობა ყველაზე ძლიერი და ყველაზე მსოფლიოში ყველაზე ზუსტად ქართველმა შექმნა, რაც ქართველები მოიცილეს ზუსტად კრემლიდან, მის მერე დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევაც და საქართველოს როლის დაქვეითებაც და ქართველების როლის დაქვეითებაც. ასე რომ არ შეიძლება ეგეთი დამოკიდებულება შენი ერის კვალი მაშინ ბოლომდე თქვი. ხო. ნიკიტა სერგეევიჩის დამსახურებით. უკრაინელის. კი ბატონო, მე მიმაჩნია რომ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ცოდვა ადევს ამ ერს და განსაკუთრებით ზვიადის და სანამ ეს ერი ამ ყველაფერს არ მოინანიებს, ამ ერს არაფერი არ ეშველება. მორჩა. ეგა ეს. არა ეს ფანატიზმი. ეს არის რეალობა. კარგად ვწამდებოდეთ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.